ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ქალი არაადეკვატურად აგრესიულად იქცევა, კლანძღავს და გაგინებს, ეგ უბრალოდ რიგით ხამობას და არაადეკვატურობას არ უნდა მიაწერო. სინამდვილეში ეგ არის ის სიმპტომები, რომლებიც მისი ნერვული სისტემის მორფოლოგიური ცვლილებებიდან არის გამოწვეული და უბრალოდ შენ აღმოჩნდი იმ მომენტში მის წინაშე და ამიტომ შენზე აქვს მთელი აგრესია. არც დაქალები, არც მშობლები, უშუალოდ ის ადამიანი, ვისთანაც მას ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს, ვისთანაც ის ბოლომდე არის ემოციურად ჩართული. ამიტომ ზუსტადად შენთან აკავშირებს ქალი იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რაშიც იმყოფება მისი ფსიქიკური აშლილობის გამწვავების ფაზაში. შესაბამისად, შენ გექნება ის ილუზია, რომ შენს წინაშე თითქოს და ადეკვატური ადამიანია, რომელიც არაადეკვატურად იქცევა. ანუ ქალი ადეკვატურად ექცევა დაქალებს, მშობლებს, თანამშრომლებს და ამავდროულად არაადეკვატურად გექცევა შენ. რატომ? იმიტომ რომ მეგობრობაში და სამსახურში ის მასე ძალიან არ არის ემოციურად ჩართული როგორც შენთან. შენ შეიძლება ისიც უთხრა, რა გჭირს, რა საფორი აქ? არაფერი ხდება მასეთი, ყველა ჯანმრთელია, ყველა ცოცხალია, რამ ჩაგაგდო მაგ მდგომარეობაში, დაწყნარდი, დამშვიდდიო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაგას ქალი არ შვება, ჰორმონები აკეთებინებენ. მას არ შეუძლია მაგ პროცესზე გავლენა. შესაბამისად, როდესაც ქალი იმყოფება მისი ფსიქიკური აშლილობის გამწვავების ფაზაში, მაგ მომენტში მისთვის რამის ახსნას და ჭკუის სწავლებას არანაირი აზრი არ აქვს. იმ მომენტში აგრესორი ქალის თავის ქალაში ნეირონთა კავშირები ისე არის ფორმირებული, რომ ყველა მისი სტრესის ბიოქიმია შენთან არის დაკავშირებული. ეს არის გარკვეული თავისებური პროექცია, მისი ემოციური მდგომარეობის დაკავშირება პარტნიორთან. ანუ ურთიერთობის დასაწყისში, რემისიის ფაზაში ის იღებს შენგან დოფამინის მსუხე დოზას და გეუბნება, რომ შენ ხარ საუკეთესო. და ამ დროს ის არ იტყუება. ის იმ მომენტში მართლა მას ეგრძნობს სიტუაციას. ბოლოსკენ კი, როდესაც ის უკვე გამწვავების ფაზაშია და შენ მართლა შენს თავს აბრალებ მის მაგ მდგომარეობას და შესაბამისად მართლა ცდილობ, რომ ყველაფერი გააკეთო, ოღონდ გამოასწორო სიტუაცია. იმიტომ არ აქვს აზრი, რომ მაგ დროს მის თავში შენ ხარ მისი მტერი.